სამყაროს გაჩენა. დაბადებიდან დღემდე კაცობრიობის განვითარების ნებისმიერ საფეხურზე მდგომი ადამიანისათვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო საკითხს ჩვენი უკიდეგანო უზარმაზარი სამყაროს წარმოშობის ახსნა წარმოადგენს. ადამიანი ყოველთვის ცდილობდა აეხსნა სამყაროს წარმოშობის საკითხი. თუ როგორ გაჩნდა, საიდან წარმოიშვა, საით მიემართება და ვის კანონებს ექვემდებარება ეს თვალუწვდენელი გალაქტიკა, რომლის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს ჩვენი დედამიწაც წარმოადგენს. საუკუნეების განმავლობაში აღნიშნულ საკითხზე მეცნიერებმა მრავალი გამოკვლევა ჩაატარეს და მრავალი თეორია შექმნეს. მე-19 საუკუნეში გაბატონებული შეხედულებებით სამყარო უსასრულო ნაწილებისაგანაა შემდგარი, უსასრულო ფორმის, უსასრულობიდანაა წარმოქმნილი და უსასრულობამდე იქნება. ამ შეხედულებამ საფუძველი ჩაუყარა სამყაროს გაჩენის მატერიალისტურ ფილოსოფიას, რომლის მიმდევრებიც ამტკიცებდნენ, რომ სამყაროს არ გააჩნია არც დასაწყისი და არც დასასრული. ამ თეორიით ისინი სამყაროს გამჩენის არსებობას უგულებელ ყოფდნენ. მატერიალიზმი ყოველგვარ საგანს მატერიად თვლის და მატერიის გარდა სხვა რამის არსებობას უარყოფს. ამ თეორიის წარმოშობის ისტორია უხსოვარი დროიდან მოდის და ბერძნებს უკავშირდება. მაგრამ საბოლოო სახით ჩამოყალიბება მე-19 საუკუნეში ჰპოვა მარქსის შრომაში დიალექტიკური მატერიალიზმი. მატერიალისტებმა თავისი იდეებით უსასრულო სამყაროს მოდული ათეისტური ფილოსოფიის ყველაზე მნიშვნელოვან დასაყრდენად აქციეს. მატერიალისტური ფილოსოფიის მიმდევარი გეორგ პოლიტზერი თავის შრომაში ფილოსოფიის საწყისი პირობები ამტკიცებდა. სამყარო გაჩენილი რომ იყოს, იგი გამჩენს არარსებობიდან უცბად, ერთდროულად უნდა გაეჩინა. ასე რომ სამყაროს შემქმნელი ვინმე არ არსებობს. პოლიტზერი მე-19 საუკუნეში გავრცელებულ სამყაროს განვითარების თეორიას ეყრდნობოდა და სამყარო არარსებულიდან წარმოშობილი მიაჩნდა. მან თავისი მტკიცებით სამყარო განვითარება-დამთავრებულად წარმოგვიდგინა. მე-20 საუკუნეში მეცნიერების განვითარების დონე ახალ საფეხურზე ავიდა. გაუმჯობესდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. მეცნიერებს საშუალება მიეცათ გაეკეთებინათ ახალი მნიშვნელოვანი აღმოჩენები, რამაც არსებითად შეცვალა სამყაროს არაფრისგან წარმოშობაზე არსებული პირველადი წარმოდგენა. დადგინდა, რომ სამყარო განვითარება-დამთავრებული, უცვლელი ფორმისა კი არა, დღემდე განვითარებადია, დღითი დღე ვითარდება და ფართოვდება. რომ სამყაროს წარმოშობას ერთი საწყისი აქვს, ერთი საერთო წერტილიდან იღებს სათავეს. ფიზიკოსების მიერ ჩატარებული ცდებითა და გამოკვლევებით მტკიცდება, რომ იგი ერთი საწყისი წერტილიდან დიდი აფეთქების შედეგადაა შექმნილი. 1929 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში კალიფორნიაში მოუნთ ვილსონის ობსერვატორიიდან ამერიკელმა ასტრონომმა ედვინ ჰუბლემ ასტრონომიის განვითარების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა. როცა ჰუბლე უზარმაზარი ტელესკოპის საშუალებით სივრცეს აკვირდებოდა, შეამჩნია, რომ შორეული ვარსკვლავები წითელი ფერის კვალს ტოვებდა. ისინი ჩვენგან შორს მიიწევდნენ, გშორდებოდნენ. ამ აღმოჩენამ მეცნიერებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ვარსკვლავები ფიზიკის კანონების მიხედვით მოძრაობდნენ. დაკვირვების მწვანე წერტილიდან სხივთა ნაკადი წითელი წერტილისაკენ გადაინაცვლებდა და სათვალთვალო წერტილს შორდებოდა. ჰუბლეს დაკვირვების შედეგად გამოირკვა, რომ ვარსკვლავები არა მარტო მუდმივად მოძრაობენ და დედამიწას შორდებიან, არამედ ისინი თავისი მოძრაობით ერთმანეთისაგანაც შორს მიემართებიან. აქედან გამომდინარე დადგინდა, რომ გალაქტიკა შეუჩერებლივ იზრდება და ფართოვდება. ეს საკითხი უფრო ნათლად რომ წარმოვიდგინოთ, შეიძლება ასეთიც დაჩავატაროთ. თუ ჩვენ სამყაროს შევადარებთ რეზინის ბურთს, მასზე აღვნიშნავთ სხვადასხვა წერტილებს და შემდეგ ჰაერით გავბერავთ და ვინახავთ, რომ რამდენადაც ბურთი ჰაერით გაიბერება, ჩვენი აღნიშნული წერტილები იმდენად დაშორდება ერთმანეთს. ასეა სამყაროშიც. ყველა არსებული საგანი ერთმანეთისაგან უფრო და უფრო შორს მიემართება.
სიმართლე თუ გვაინტერესებს, ეს თეორიულად ადრეც იყო აღმოჩენილი. საუკუნის ყველაზე დიდმა მეცნიერმა, ალბერტ აინშტაინმა, თეორიული გამოთვლებით დაადგინა, რომ სამყარო განვითარებად ფორმას წარმოადგენდა. აინშტაინის ეს აღმოჩენა იმ დროის მეცნიერული შეხედულებისათვის საპირისპირო იყო. მან ხელი არ შეუშალა იმ დროის ასტრონომიულ მეცნიერებაში გაბატონებულ აზრს. სამყარო განვითარება დასრულებულია და თავისი აღმოჩენა გვერდზე გადადო, რასაც შემდგომში თავისი კარიერის ყველაზე დიდი შეცდომა უწოდა. კი, მაგრამ რაზე მიგვანიშნებს ის, რომ სამყარო განვითარებადია? თუ სამყაროს განვითარების დროის შიგნით გავჩერდებით და უკან წავალთ, დავინახავთ, რომ სამყაროს დასაწყისი ერთი წერტილიდან იწყება. ჩატარებული ცდებით და გამოთვლებით მტკიცდება, რომ სამყაროს წარმოშობის წერტილი ნული მოცულობისა და უსასრულო სიმკვრივის მფლობელი უნდა ყოფილიყო. და ყველაფერი ის, რასაც დღეს გალაქტიკას ვუწოდებთ, ერთი დიდი აფეთქების შედეგად უნდა წარმოშობილიყო. სამყაროს წარმომშობ ამ დიდ აფეთქებას მეცნიერებმა ინგლისური სახელწოდება Big Bang-ი შეარქვეს და დღესაც ამ სახელით მოიხსენიება. ამ თეორიის ძირითადი არსი ისაა, რომ სამყაროს საწყისი ნული მოცულობის ტოლია. მეცნიერებით, ადამიანის აზროვნებით, ნული მოცულობა ნულს უტოლდება და საწყისიც ნულიდან იწყება. ნულის საწყისი კი ნულის ტოლია. ესე იგი არარსებობაა. ამგვარად სამყარო არარსებობიდანაა გაჩენილი. სხვა სიტყვებით, ვინმეს მიერ არარსებობიდანაა შექმნილი. თანამედროვე მეცნიერების ბოლოდროინდელი აღმოჩენა ყურანში ასეა აღნიშნული. ის უზენაესი ცისა და დედამიწის არარსებობიდან გამჩენია. Big Bang-ის თეორია გვიჩვენებს, რომ არსებული სამყაროს ყველა შემადგენელი ნაწილი ერთი საერთო წერტილიდან, ერთი საწყისიდან განშორებულან ერთმანეთისაგან. ამ თეორიის მტკიცებას 14 საუკუნის უკან, როცა მეცნიერება და აზროვნება სამყაროს წარმოქმნისა და განვითარების შესახებ ძალიან დაბალ საფეხურზე იდგა, ყურანი ასე გვაცნობებს. ჩვენ ზეცა დიდი ძლიერებით, აფეთქებით აღვაშენეთ და ჩვენ მას გავაფართოვებთ. თუ დიდმა აფეთქებამ სამყარო არარსებობიდან გააჩინა, ნათლად ჩანს, რომ სამყარო ღმერთის გაჩენილია. მატერიალისტური თეორიის წარმომადგენლებს ბუნების მატერიალისტური წარმოშობის თეორიის შენარჩუნება სურთ, რაც Big Bang-ის აფეთქებით სამყაროს გაჩენის თეორიას ეწინააღმდეგება. არტურ ედინგტონი, მატერიალისტური ფიზიკოსი წერდა: ფილოსოფიური გააზრებით სამყაროს ერთბაშად, ერთდროულად გაჩენა განვითარება ჩემთვის დაუჯერებელი და მიუღებელია. Big Bang-ის თეორიის ყველაზე დაუოკებელ მოწინააღმდეგეებს სათავეში ცნობილი ინგლისელი ასტრონომი ფრედ ჰოილე ედგა. ჰოილემ მე-19 საუკუნის შუა წლებში უძრავი მდგომარეობის თეორია შექმნა. მისი მტკიცებით სამყაროს დრო და მოცულობის მდგომარეობა უსასრულოა. ამ თეორიით ის სამყაროს წარმოშობის Big Bang-ის თეორიას უპირისპირდებოდა. უძრავი მდგომარეობის თეორიის დამცველები წლების განმავლობაში Big Bang-ის მოწინააღმდეგეებად გამოდიოდნენ, მაგრამ მეცნიერული მტკიცება ჭეშმარიტებისა მათ წინააღმდეგ მუშაობდა.
1948 წელს გეორგე გამოვმა ბიგ ბანგის თეორიაზე დაყრდნობით ახალი მტკიცება წარმოგვიდგინა. ამ მტკიცების მიხედვით, თუ სამყარო ერთი დიდი აფეთქების შედეგად წარმოიშვა, აფეთქების წინ რადიაცია უნდა წარმოშობილიყო და ეს რადიაცია სამყაროს ყველა ნაწილში უნდა ყოფილიყო თანაბარი. ამ წამოყენებული თეორიის მტკიცება 1965 წელს არნო პენზიასა და რობერტ ვილსონის სახელით ცნობილმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს გალაქტიკაზე ჩატარებული ერთ-ერთი დაკვირვების დროს. მათ აღმოაჩინეს რადიაციული ტალღა, რომელსაც კოზმიკ ფონ რადიაცია უწოდეს, რომელიც ადგილობრივი კი არა, მთელ სამყაროში იყო გავრცელებული. საწყისი აფეთქების რადიაციის არსებობა დამტკიცდა. ბანზეიმ და ვილსონმა ამ აღმოჩენისათვის ნობელის ლაურეატობა მოიპოვეს. 1989 წელს ამერიკის კოსმოსური კვლევის დაწესებულებამ NASA-მ კოზმიკ ფონ რადიაციის გამოკვლევისათვის კოსმოსში რაკეტა კობე გაუშვა. რაკეტაში მოთავსებული იყო რადიაციის გამომკვლევი მგრძნობიარე აპარატურა. რაკეტა კობემ, რომელიც კოსმოსში 8 წუთის განმავლობაში მუშაობდა, შეძლო პანზიასა და ვილსონის აღმოჩენის დამტკიცება. კობეს 8 წუთი დასჭირდა, რათა სამყაროს დასაწყისის ნაშთი მოეპოვებინა. ამის აღმომჩენი მეცნიერები გასული საუკუნეების ყველაზე დიდ მკვლევარებად აღიარეს. ბიგ ბანგის ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცება კოსმოსში ჰიდროჟენისა და ჰელიუმის გაზების არსებობის რაოდენობა გახდა. ჩატარებული შემოწმებებითა და ამ გაზების რაოდენობის გაზომვით გამოირკვა, რომ ჰიდროჟენისა და ჰელიუმის რაოდენობითი შეფარდება ბიგ ბანგის დროის შიგნით თეორიული გამოთვლის რაოდენობას ემთხვევა. სამყაროს დასაწყისი რომ არ ჰქონდეს და იგი უსასრულობიდან იყოს წარმოქმნილი, მაშინ არსებული ჰიდროჟენი მთლიანად დაიწვებოდა და ჰელიუმად გადაიქცეოდა. ყველა მტკიცებულება, რომელიც ბიგ ბანგის თეორიას ადასტურებს, დამტკიცებული იქნა მეცნიერული გამოკვლევებით. სამყაროს წარმოშობის საწყისი წერტილი ბიგ ბანგი იყო. განვითარება დამთავრებული სამყაროს თეორიას ფრედ ჰოილის მსგავსად დიდი ხნის განმავლობაში დენის სკაიმაც იცავდა. მათ თავიანთი შეხედულება ასე ახსნეს. ჩვენ ამ თეორიას მხარს უჭერდით არა იმისათვის, რომ სიმართლედ მიგვაჩნდა, არამედ იმისათვის, რომ სიმართლე დამტკიცებულიყო. მაგრამ უტყუარი მტკიცებულებების წინაშე ჩვენს მიერ წამოყენებული თეორიის დრო დამთავრდა. მოვიდა დრო, როცა ყველა ჩვენი მტკიცება და თეორია კუთხეში უნდა დავდოთ. კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი გეორგე აბელი ბიგ ბანგის თეორიის გამარჯვებას ეთანხმება და ამბობს. დღეისათვის არსებული მტკიცებულებები მილიარდობით წლის წინ სამყაროს ბიგ ბანგის შედეგად წარმოშობილად გვისახავს. სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ამ თეორიას უნდა დავეთანხმოთ. ბიგ ბანგი მეცნიერულ გამარჯვებასთან ერთად მატერიალისტური ფილოსოფიის ძირი უსასრულო ნაწილაკის თეორია ისტორიაში ჩაბარდა. კი, მაგრამ ბიგ ბანგზე წინ რა იყო და არარსებობიდან სამყარო ამ დიდი აფეთქების შედეგად როგორ გაჩნდა? საიდან მოვიდა ან მისი მომტანი ძალა რა იყო? ამ შეკითხვის პასუხი ედინგტონის აზრით მატერიალისტებისათვის მათი თეორიის გამანადგურებელი სიმართლე სამყაროს გაჩენისა და მისი ბატონ-პატრონის არსებობაა. სახელგანთქმული ათეისტი ფილოსოფოსი ანტონი ფლოი ამ საკითხს ასე განმარტავს. ადამიანში საიდუმლოს აღიარების დროს კარგი გრძნობები მოდის და მეც ერთხელ და სამუდამოდ მინდა ვაღიარო. ბიგ ბანგის მეცნიერული მიდგომის მოდული
ათეისტების შეხედულებებისათვის ძალიან შემზარავი და მწუხარების მომტანია. თუმცა მეცნიერება სარწმუნოების წყაროებიდან აღებულ გზას იცავს. მის გადმოცემულ ნათელ ცოდნას ამტკიცებს სამყაროს წარმოშობის დასაწყისი. თავისი იდეების ბრმად დამცავი ათეისტებიც კი რამდენიმე მეცნიერთან ერთად სამყაროს გამჩენის უსაზღურო ძალასა და შეძლებას აღიარებენ, რომ სამყარო უზენაესის უსაზღურო ძალითაა გაჩენილი. გამჩენის საგნისა და დროის ერთდროულად გამჩენია. თითოეული დრო და საგანი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი არსებობით არსებობს. სახელგანთქმული ასტრონომიკოსი ჰუგ როსი ამას ასე ხსნის. თუ დრო და საგანი ერთდროულად წარმოიშვა ურთიერთაფეთქების შედეგად, მაშინ სამყაროს წარმომქმნელი დამოუკიდებელი უნდა იყოს დროსა და სამყაროსაგან. აქედან გამომდინარე ჩვენი და მთელი სამყაროს არსებობა განვითარება გამჩენის ნებასურვილზეა დამოკიდებული. ერთმანეთისგან განსხვავებულ, ერთმანეთისგან დამოკიდებულ საგანსა და დროს უსასრულო შესაძლებლობისა და განუსაზღვრელი ძალის ერთი პატრონი ჰყავს. მათი შემქმნელიცა და პატრონიც უზენაესი ღმერთია. მატერიალისტებისა და მათი იდეებისათვის ძირითადი პრობლემების შემქმნელი ბიგ ბანგი იყო. ბიგ ბანგის თეორია მარტო სამყაროს აფეთქების შედეგად წარმოშობილს კი არა, გარკვეული კანონზომიერებით განლაგებულს, კონტროლს დაქვემდებარებულ ერთ საერთო სისტემად წარმოგვიდგენს. უდიდესი ენერგიის მქონე, აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ნაწილაკები დიდი სიჩქარით გაიფანტა სხვადასხვა მხარეს და წარმოიშვა გალაქტიკები. იქცა მზედ, დედამიწად, ვარსკვლავებად, რომლებიც ზუსტად განსაზღვრულ ხაზზე თითოეული თავის ორბიტაზე განლაგდნენ და ერთ საერთო ხელმძღვანელობას, შემდგომში ადამიანის მიერ აღმოჩენილ ფიზიკურ კანონებს დაემორჩილდნენ. სამყაროს წარმოშობიდან დღემდე 15 მილიარდი წელიწადი გავიდა და ეგრეთ წოდებულ ფიზიკურ კანონებს არავითარი ცვლილება არ განუცდია. იმდენად ზუსტად და მიზანმიმართულადაა შექმნილი. დღევანდელი მეცნიერების მიერ ჩატარებული ზუსტი ტექნოლოგიური გამოთვლებით ცნობილია, რომ არსებულ სისტემაში სულ მცირე მილიმეტრული შეცდომაც კი სამყაროს არსებობას ბოლოს მოუღებს. ჩვენ სამყარო დიდი აფეთქების შედეგად წარმოშობილი, ერთიან განრიგსა და წეს დაქვემდებარებული წარმოგვიდგება. ჩვეულებრივ რეალობაში ყოველი აფეთქება რაიმე ახალს, გარკვეულ წესსა და განრიგს დაქვემდებარებულ სისტემას კი არ წარმოქმნის, პირიქით ანადგურებს. ჩვენ რამდენ აფეთქებასაც არ უნდა დავაკვირდეთ, როგორც არ უნდა იყოს მისი მიზანი და სიძლიერე, შედეგად ერთსა და იგივეს, ნგრევასა და განადგურებას მივიღებთ. თუ კი აფეთქების შედეგად ჩვენს წინაშე ერთიან სისტემად ჩამოყალიბებული სამყარო წარმოგვიდგება, მაშინ ამ აფეთქების უკან ბუნების ძალა უნდა არსებობდეს. ძალა, რომლის მეშვეობითაც აფეთქება განხორციელდა, წინასწარ განზრახული გათვლილი ფორმით და აფეთქების შედეგად წარმოშობილი ყველა ნაწილი ერთიან სისტემას დაექვემდებარა. თითოეული საგნის მოძრაობა თუ დანიშნულება თავის ნებას დაექვემდებარა. ბიგ ბანგის აფეთქების შედეგად სამყაროს წარმოქმნის დიდი ხნის მოწინააღმდეგე ფრედ ჰოილე საბოლოოდ ამ თეორიას დაეთანხმა და ეს საოცარი საკითხი ასე ახსნა. ბიგ ბანგის თეორია ერთი დიდი აფეთქებადი სამყაროს წარმოშობა იყო და ამას ვეთანხმები,
როგორც ვიცით, აფეთქება საგნებს შლის და ანადგურებს. ბიგ ბანგი კი ამოუცნობის აიდუმლოებებით საწინააღმდეგო ზემოქმედებას ახდენს და შედეგად განადგურების ნაცვლად წარმოშობად გვევლინება. აფეთქების შედეგად galaktikები წარმოიქმნა. ახალ ერთიან სისტემა ჩამოყალიბდა, რასაც ჩვენი თვალით ვხედავთ. თუ კი აფეთქების შედეგად ჩამოყალიბდა ახალი, ერთიან სისტემას დაქვემდებარებული განრიგი და განლაგება galaktikებისა, მაშინ უეჭველად მისი გამჩენის ერთადერთი ღმერთის არსებობა უნდა დავიჯეროთ. ბიგ ბანგის აფეთქების შედეგად ერთიან სისტემას დაქვემდებარებული სამყაროს წარმოქმნა საოცრების ერთი მხარეა. მისი მეორე მხარე კი სასიცოცხლოდ ხელსაყრელი სამყაროს წარმოშობაა. სასიცოცხლო პირობების მქონე პლანეტაზე არსებობისათვის საჭირო პირობები იმდენად კარგადაა შექმნილი და განვითარებული, რომ მისი შემთხვევით შექმნის წარმოდგენა შეუძლებელია. სახელგანთქმული ფიზიკოსი პროფესორი პაულ დაუსი სამყაროს გაფართოება განვითარებასთან დაკავშირებით ჩატარებული ცდების შედეგად იმ დასკვნამდე მივიდა, რომ შეუძლებელია ადამიანის გონებამ განსაზღვროს პლანეტების მოძრაობისა და გაფართოების სიჩქარე. მისი შემქმნელი სათუთი და ბრწყინვალე გამოთვლების შემძლეა. დაუსი გვიხსნის გამოთვლები სამყაროს განვითარების სიჩქარისა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ასე გამოიყურება. თუ კი სამყაროს განვითარება გაფართოება ცოტა უფრო ნელი სიჩქარით წარიმართება, მაშინ მიზიდულობის ძალიდან გამომდინარე პლანეტები შიგნით ჩავარდება, ერთმანეთს შეეხეთქება. თუ კი ცოტათი ჩქარა, მთლიანად გაიფანტება და განადგურდება. აქედან გამომდინარე, ბიგ ბანგი, რომელიმე ჩვეულებრივ აფეთქებად კი არა, გაანგარიშებული, ყოველი მხრიდან დაცული და ჩამოყალიბებული მოგვევლინება. სახელგანთქმული ფიზიკოსი პროფესორი სტეფანე ჰაუკინგი თავის წიგნში დროის მოკლე ისტორია წერდა. ის რაც გამოვიკვლიეთ სამყაროს თანაფარდობის შესახებ, სინამდვილეში უფრო მეტი თანაფარდობითა და გამოანგარიშებითაა აგებული, რომელსაც ჩვენი ჭკუაგონება ვერ სწვდება და მისი ზუსტი გამოთვლა განსაზღვრა ჩვენ შესაძლებლობებს აღემატება. სამყაროს განვითარებისა და გაფართოების სიჩქარე იმდენად კრიტიკულადაა განსაზღვრული, რომ ბიგ ბანგის აფეთქების შემდეგ მისი განვითარებისა და გაფართოების სიჩქარე 1 მილიარდჯერაც ნაკლები რომ ყოფილიყო, აფეთქების შემდეგ პირველი წამების განმავლობაშივე საბოლოო ფორმის მიღებამდე შიგნით ჩავარდებოდა და განადგურდებოდა. პაულ დაუსმა ამ გამოთვლებთან რომ მიაღწია, თავისი მდგომარეობა ასე აგვიხსნა. უზუსტესი მათემატიკური გამოთვლებით, სამყაროს ახლანდელი მდგომარეობა საყურადღებო მეცნიერული გამოანგარიშების სახეს წარმოადგენს. მის წინააღმდეგ გამოსვლა შეუძლებელია. ბუნების ძირეული თანასწორობის, ფაქიზი მათემატიკური გამოთვლა, კოზმიკის ფორმის მოდულის არსებობის დაჯერებისათვის ნამდვილად ძლიერი მტკიცებაა. იგივე ჭეშმარიტების შესახებ ამერიკელი ასტრონომი პროფესორი გეორგე გრენსტეინი სიმბიოტიკ უნივერსიტეტში წერს. მტკიცებულების გადამოწმებით ჭეშმარიტების მნიშვნელოვანი სიმართლის წინაშე პირისპირ ვდგებით. სამყაროს გაჩენა უზენაესი ჭკუითა და გონებითაა მომხდარი. სამყაროს ბრწყინვალე სისტემის გამოკვლევით მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ სამყარო შემთხვევით არ წარმოშობილი და არც მისი გეგმაზომიერი, გათვლილი და გაწონასწორებული სისტემაა შემთხვევით შექმნილი. ჩვენს წინ ნათლად წარმოსდგება ფაქიზად გათვლილი, ერთ საერთო ინტერესებს დაქვემდებარებული, მიზანმიმართულად განლაგებული ერთიანი სისტემა. ყოველივე ამის შექმნას აფეთქების შედეგად ზებუნებრივი ძალის ჩარევისა და მისი ძლევამოსილების წარმოშობის დასკვნამდე მივყავართ. სამყარო, მისი განლაგების გეგმა, galaktikebisa და მთელი სისტემის არარსებობიდან შექმნა, მის ყოველ წამსა და მოქმედებაზე კონტროლი, მისი მოძრაობისა და მოქმედების სტაბილურობა,
განუსაზღვრელი შეძლების და გონის მქონე პატრონის არსებობაზე მიგვითითებს. ის პატრონი კი მთელი სამყაროს შემქმნელი, უზენაესი ღმერთი. ფილმი დუბლირებულია სტუდია მერკურის მიერ. პროდიუსერი გია ქარცივაძე. ტექსტს კითხულობდა მსახიობი ზაალ გოგუაძე.